ამერიკა მოქმედების ტაქტიკას ცვლის. ახალი ადმინისტრაცია, ახალი გადაწყვეტილებები და ახალი სატარიფო პოლიტიკა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. დონალდ ტრამპი უცხო სახელმწიფოებიდან ამერიკაში იმპორტზე სულ მცირე 10%-იან ტარიფს აწესებს. ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 50%-საც კი აღწევს. რას ემსახურება ახალი სატარიფო პოლიტიკა და როდის შევა ძალაში ცვლილებები? ნათია ჩეხერიასთან ერთად განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. ის უკვე ჩვენ სტუდიაშია. ნათია, საღამოშილობის. საღამოშილობისა, ნათია. დონალდ ტრამპის ამ განცხადებიდან დაახლოებით 1 საათში ჩვენ უკვე ვნახეთ შედეგები მყევების საფონდო ბირჟაზე, თუმცა საინტერესოა რა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. რა შეიძლება მოყვეს ტრამპის აი ამ სატარიფო პოლიტიკას? და მათ შორის მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტიც. ეკონომისტები ამბობენ, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, რომ დაუწესოს ტარიფები 185 ქვეყანას, გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში. აბსოლუტურად ცხოვრება გაძვირდება ყველასთვის, მათ შორის ამერიკელისთვის. მოხდება თუ არა ეს ასე მომავალში ვნახავთ, თუმცა რაც ზუსტად ვნახეთ ახლა იყო, რომ ტრამპის განცხადებიდან ზუსტად 1 საათში ბირჟებზე დაიწყო რყევები. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე პანდემიის შემდეგ ასეთი ვარდნა არავის არ უნახავს. ამიტომ ფინანსისტები ამბობენ, რომ თუ კი ეს გლობალური სავაჭრო ომი ასე ეძახიან ისინი ამ პროცესს ისევ გაგრძელდება, მაშინ ამერიკაში დაიწყება რეცესია. სანამ მთელი მსოფლიო არის პანიკაში, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ძალიან მშვიდად არის, რადგან ის მედიამ იპოვნა გოლფის მოედანზე, სადაც თამაშობდა გოლფს თურმე ამ 3 დღის განმავლობაში და მას გადაუღეს ფოტო, რომელზეც ჩანს თუ როგორ ზის მანქანაში, როგორ კითხულობს New York Times-ის სტატიას იმაზე, თუ როგორ პასუხობს ჩინეთი მის ტარიფებს. ტრამპმა მედიასთან გააკეთა ვრცელი განცხადება, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ მას. ყველაფერი ძალიან კარგადაა. ბაზრები აყვავდება, აქციები აყვავდება, ქვეყანა აყვავდება. დანარჩენ მსოფლიოს სურს ნახოს, არის თუ არა რაიმე გზა, რომ გარიგება დადონ. ისინი სარგებელს იღებდნენ ჩვენგან მრავალი წლის განმავლობაში. თითქმის 7 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ნახავთ როგორ დასრულდება, ჩვენი ქვეყანა აყვავდება. ტრამპმა დააწესა 2 სახის ტარიფი, ეს არის უნივერსალური 10%-იანი და 50%-მდე ტარიფი. უნივერსალური 10%-იანი ტარიფი ეხება აბსოლუტურად თითქმის ყველა ქვეყანას მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსაც, რომელზეც საქართველოში თქვეს, რომ ეს ტარიფი დიდად არ შეცვლის არაფერს, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ. 10%-იანი ტარიფი დაუწესეს იმ კუნძულებსაც, სადაც მხოლოდ პინგვინები ცხოვრობენ. საუბარი მაქვს ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულებზე, თუმცა შემდეგ განცხადება გაკეთდა, რომ ეს ავსტრალიის ნაწილია ეს კუნძულები შესაბამისად ამიტომ დაუწესდა ტარიფები კუნძულებს. თუმცა სახუმარო თემა იყო ეს როგორც მედიისთვის, ასევე ტრამპის ოპონენტებისთვის. სამწუხაროდ სახუმაროდ არ ქონდა საქმე ჩინეთს, რომელსაც დაუწესეს ძალიან მაღალი ტარიფი. ეკონომისტები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა ახლა ჩინეთი, რადგანაც ამერიკას უკვე დაწესებული ჰქონდა 20%-იანი ტარიფი ჩინეთისთვის, ახალი ტარიფებიც დაემატა 34%, ახლა გახდა 54%. ტრამპმა ევროკავშირს დაუწესა 20%-იანი ტარიფი, ვიეტნამს 46, შრი-ლანკას 44 და ასე შემდეგ. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას და მიიღებს აუცილებელ ზომებს თავისი ინტერესების დასაცავად. ჩინეთმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებული არ არის. ნათია, ჩვენ მოვისმინეთ ჩინეთის საპასუხო რეაქცია. საინტერესოა როგორი იქნება ევროპის პასუხიც. ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია დაპირისპირებიდან გადავიდეთ მოლაპარაკებებზე და თუ ეს მოლაპარაკებები მაინც არ შედგა, მაშინ ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ დააწესებს აუცილებლად ტარიფებს. უფრო მკაცრი იყო განცხადებაში საფრანგეთი, რომელმაც თქვა ემანუელ მაკრონმა, რომ ევროპულმა კომპანიებმა ინვესტიცია არ უნდა განახორციელონ ამერიკაში. თუმცა ტარიფის გაუქმებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკვე ზარები შედის თეთრ სახლში, 50 ქვეყნის ლიდერი დაუკავშირდა მას და პირველი შეხვედრაც ჩაინიშნა. ახლა ხან გახდა ცნობილი, რომ ხვალ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს შეხვდება დონალდ ტრამპს და ვნახოთ, იქნებ მოლაპარაკებები შედგეს პირველად ამ ქვეყნებს შორის ტარიფებთან დაკავშირებით. ნათია, ჩვენ საუბრობდით იმ ქვეყნებზე, რომლებსაც დაუწესდათ მაღალი ტარიფები, პროცენტული მაჩვენებლით, თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნები, რომელსაც დონალდ ტრამპმა ტარიფები არ დაუწესა და ეს მითქმა-მოთქმის საგანიც კი გახდა. იყო ამაზე საუბარი, რატომ არ დაუწესდა მაგალითად სანქციები, ტარიფები რუსეთს, ბელარუსს, ჩრდილოეთ კორეას, კუბას, კანადას და მექსიკას. შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა თერთმა სახლმა და თქვა, რომ ამ ქვეყნებიდან უმეტესობას სანქციები აქვს დაწესებული, შესაბამისად ტარიფებს უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რაც შეეხება კანადას და მექსიკას, უკვე ვიცით, რომ სხვა სატარიფო სიაშიშხედან ისინი 25%-იანი ტარიფი უკვე დაუწესა ამ ქვეყნებს დონალდ ტრამპმა.
მადლობა ნათია. უკაცრავად ნათია ჩეხერია საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში.